მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მოკითხვა და მადლიერება ჩემგან თვითონ თქვენთაგანს. მესენჯერში კი უნდა მომმართოთ ჰალების დარო, პროფილის ფოტოთ არის ქალბატონი ორი ლომის წარმოდგენილი. არ ვიცი, ისე თიკითხვით მწერენ ხოლმე ზოგჯერ რომ არც დამისერჩავს მე ზოგადად Facebook-ით არ ვსარგებლობ, ანუ აპლიკაციაც არ მაქვს გადმოწერილი, მხოლოდ მესენჯერი მაქვს და არც დამისერჩავს თუ თქვათ დუბლირება ვინმეს გხვდებათ, მაშინ უბრალოდ შემატყობინეთ და გამაგებინეთ მადლიერი დაგრჩებით. ანგარიშის ნომერი მითითებულია აღწერაში. მოდით ახლა ვნახოთ ასეთი გაშლა ორ ვარიანტზე. როგორ განვითარდება ზოგადად თქვენი ცხოვრება თქვენს ყოფილ პარტნიორთან, უკვე ყოფილ პარტნიორთან, ხო? ანუ თქვენს პარტნიორთან დაშორების შემდეგ. ანუ რა იქნება? რა გაგიძნელდებათ, რას როგორ რანაირად და ასე შემდეგ, ხო? მოდით აბა გავყვეთ პირველი მეორე ვარიანტი და ვნახოთ პირველი ვარიანტი ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი და ვინ ხართ თქვენ თითო არკანით. ხო, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი იეროფანტის არკანით ამოვიდა, თქვენ არც მეტი არც ნაკლები ვარსკვლავის არკანით ამოხვედით მეგობრებო. ორივე მაღალი არკანით. სხვათა შორის არ მეკვირს და ძალიან მიხარია, როცა მსგავსი შემთხვევები ხდება ხოლმე, რომ ასეთი ენერგიები მოდის, მეც მიხარია, იმიტომ რომ ვგრძნობ, რომ რაღაც ესე იგი ჩემს სიტუაციაშიც საკმაოდ სასიამოვნო ვიბრაციები. ნუ იეროფანტის არკანით რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო. ადამიანი ძალიან დადებითი ენერგეტიკის და დადებითი სახასიათო შტრიხების მატარებელია. არ გამოვრიცხავ შესაძლოა ესეთი ძალიან ტრადიციული ტიპაჟიც იყოს სუბთაკავკასიელი ტიპები რომ არიან. ადამიანი ძალიან ავტორიტეტული, სხვათა შორის, ადამიანი, რომელიც როგორ გითხრათ, მასწავლებელი, მაგრამ როგორი მასწავლებელიც არის და მასწავლებელიც ხო, ანუ ადამიანი, რომელსაც ცოდნის გაცემა არ ენანება, ანუ თავისი გამოცდილებების გაზიარება არ ენანება, დახმარება არ ენანება ადამიანებისთვის. ადამიანი სხვათა შორის შესაძლოა მუშაობდეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საგანმანათლებლო, მეცნიერო სფეროშიც, კი ბატონო, რატო არა? და ადამიანი სხვათა შორის შეიძლება იყოს ფილოსოფოსი, ან დაინტერესებული, ან ეზოთერიკით, ან უამრავი მსგავსი ტიპის პროფესიები შესაძლოა გქონდეს. კიდევ რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო? ცოტა მკაცრიც შეიძლება იყოს ხასიათით, ამასაც არ გამოვრიცხავ. ცოტა მენტორული ტონიც ახასიათებდეს საუბრის დროს და ცოტა როგორ იცი, ჭკვის მასწავლებელი რა, ასე რომ ვთქვათ, კარგით. მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგი ტიპაჟია. ვარსკვლავის არკანით თქვენ ვინ ხართ? შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ცნობადი სახე მიყურებთ ახლა ამ წუთას ვინმე. ადამიანი, რომელიც ყოველთვის წარმატებისკენ ისწრაფვით და აღწევთ კიდეც მიზნებს, სხვათა შორის შესაძლოა ამ ეტაპისთვის რაღაც თქვენ საცხოვრებელ ადგილისგან შორსაც იმყოფებოდეთ და რაღაც გარკვეული, ანუ ზოგადად სხვა ქვეყანაში იყოთ. და ადამიანი, რომელიც სხვათა შორის ძალიან ჰარმონიულად აბალანსებს თავის ცხოვრებაში ყველაფერს, ანუ არ არის რა ისეთი დიდად როგორი ტიპაჟი იცით, რომ ფეთქებადი და ეგეთი ემოციური არის, მაგრამ არ არის ფიცხი, ასე ვიტყოდი. თქვენ ვარსკვლავის არკანით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლოა ვინმე პირდაპირ მნიშვნელობით ნამდვილად რაღაც ისეთ საქმიანობას ეწეოდეთ, რომ სოციალურად აქტიური იყოთ და ცნობადი, შესაბამისად გარკვეული წრეებისთვის და პუბლიკისთვის.
და შესაძლოა პროფესიით იყოთ, თქვათ, აი, იცით როგორი მკურნალი ექიმი შესაძლოა მიყურებდეთ ახლა ამ ეტაპისთვის ვინმე შესაძლოა იყოთ ასტროლოგიით და ასტრონომიით დაინტერესებული. სხვათა შორის კოსმონავტის მნიშვნელობაც აქვს ამ არკანს, ან შესაძლოა ვიღაცა გამცილებელიც იყოთ, ხო? ამავდროულად ქიმიკოსით შესაძლოა იყოს ვინმე, ვიღაცა, აი, იცით როგორ სარეკლამო სფეროსთან დაკავშირებულიც და შემოქმედების სფეროსთან დაკავშირებულიც. მაგრამ რაღაცა ისეთი ენერგიები მომდის, აი, ხაპასხუპით არ ვლაპარაკობ რატო ნეტა ესეთი შენელებული სიტუაცია გაქვთ ახლა. ჩვენი აბა ახლა ამ ადამიანებს შორის, პრინციპში ისაც ვიცით, რომ დაშორებულები ხართ, მაგრამ აბატონო, აგერ დაგვიდასტურა რომ, ხო, ვნახოთ მაინც. სიკვდილის არკანით ყველაფერი უკვე იცით, რომ მოძველდა, ხო, იმპერატორი, შეიძლება რაღაცა ძალიან ისეთ კონტროლ ქვეშა ურთიერთობაც იყო, ზედმეტად, აი, იეროფანტის არკანზეც ხომ გითხარით, მეგობრებო, რომ სამყაროს არკანი. არ გამოვრიცხავ სხვათა შორის ერთმანეთისთვის კარმული პარტნიორებიც ყოფილიყავით. იმპერატორი მამის არკანი ხშირად ამას მიუთითებს ხოლმე. თქვენ შორის სულ რომ არაფერი არც გვიყვება ხო, რომ დღეს სრული სტაგნაციაა, ტკენა, იმედგაცრუება და თუმცა კიდე გაქვთ ჭოჭმანის მომენტი, რომ აი იქნებ კიდე რაღაც იყოს ეს მომენტი. კარგით. გავიგეთ, რომ ეს ადამიანი და თქვენ შორს ხართ, მაგრამ მოდი მაშინ ახლა ვიკითხოთ. აი ამ ჩემს მაყურებელს არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცები მიყურებთ თუ ქალბატონები, ხო? ამ ადამიანთან უკვე წერტილის დასმის შემდგომ რა ელოდება? რა მოხდება მის ცხოვრებაში? ხო, სამართლიანი გეტყვით ყველაფერს სამართლიანობის არკანი, ხუთიანი თასები და მაგრამ აქვე გვაქვს ექვსიანი თასებიც, აქვე გვაქვს თასები, შვიდიანი თასები, არკანი ძალა, რვიანი პენტაკლები და ისე ვარსკვლავის არკანი და ეს რას უკავშირდება მანახე? აჰა. ნახეთ, ეხა გეტყვით მე თქვენ. მე გეტყვით ახლა აქ რა სიტუაცია გაქვთ. ჰერმით განდეგილი. მეგობრებო, იყავით სამართლიანები. დააკვირდით ამ არკანში ქალს ერთ ხელში ორ მხრივად ხმალი უკავია, ორივე მხარეს ცისარტყელით განათებული და აქეთ უკავია სასწორი, ხო? ანუ, სამართლიანობის სიმბოლო. მაგრამ აქეთ ხმალი აქვს. ანუ და იყავით ძალიან გთხოვთ სამართლიანები, როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების მისამართით. ამას გთხოვთ ტაროც. რას გეუბნებიან ნახეთ? რეალურად აღიქვით ყველაფერი, ხო? ბავშვურად შეხედავთ რაღაცებს, ბავშვურ სიტუაციებში გადავარდებით. თუმცა მეორენაირად შესაძლოა ისიც იყოს, რომ ბავშვობის დროინდელი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. მოდი ამაზე ცოტა მოგვიანებით, მაგრამ განვაგრძოთ. ის, რამაც თქვენ გული გატკინათ, ის, ვინც თქვენ ილუზიებში გადაგაგდოთ. და დღეს იმ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, რომ ნახეთ ელფი როგორ აი ამ სიცივეში ცდილობს აქ ამ დასტაში სხვათა შორის პირდაპირ გაიდბუქში ესია აღწერა, რომ იცოდეთ მეგობრებო, რომ ეს ეფარება და ძალას ეძებს, ძალას ითხოვს, მიხვდით? კი არა თვინიერებს და ეს მგელის მიუხედავად რომ გაბრაზებულია და რაღაცა ცისარტყელად ნახეთ წინა აქვს შუბლზე ამას, ხო, ცისარტყელის ემბლემა. არ ირიდებს თავიდან, ხო? მაგრამ არც იხუტებს. ანუ რა სიტუაციაში ჩაგაგდოთ, ნახეთ ძალა პრაქტიკულად ვეღარ ვთქვი, ენა დამება, ხო? ძალისგან გამოგლიათ პრაქტიკულად.
და აი მუშაობთ თუ რასაც არ უნდა აკეთებდეთ ნახევარზე მეტი რომ ამ ადამიანის ის გაქვთ რა ქვია მაინც ფიქრი ხო და ნახეთ აი ამ სიტუაციაში ჩავაგდოთ ხო რვიანი ხმლების ой ბრაზდები ძალიან ცუდი ენერგიები მოდის მეგობრებო. გაიპარა პლუს ამას შესაძლოა იმსაც არ გამოვრიცხავ ეს ადამიანი და თან როგორი მომენტი იცი აი უმადური ადამიანი რო იქნები აი ესეთი ტიპის ადამიანი იყო რა. აი ზუსტად ეგეთი ენერგიები მომდის და რა გავაკეთო. და გეუბნებიან რომ თქვენ დროებით უნდა აიღოთ ტაიმ-აუტი, დროებით უნდა აიღოთ პაუზა და იყოთ განდგილის პოზიციაში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ შანსი იმისა, რომ ვიღაც წარსულიდან, თქვენი ბავშვობის დროინდელი სიტუაციიდან გამოჩნდეს, ამას არ გამოვრიცხავ. მოდი ახლა აი ამ არკანების მიღმა გავეშვათ და მითხარი. რა შეიძლება მოხდეს ჩემი მაყურებლის ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში? რატომაც არა პრინციპში მეგობრებო? კი ბატონო, ნახეთ. აქ ყველა ვარიანტში მოვა ახალი ადამიანი. აქ ყველა ვარიანტში გამოჩნდება ახალი ადამიანი. სხვათა შორის, აი როგორი ტიპის ადამიანი გამოჩნდება, იცი რომ ფინანსურადაც გვერდში დაგიდგებათ. ფინანსურადაც დაგეხმარებათ. და აქ ძალიან საინტერესო ხმლების დედოფალი აქვს სხვათა შორის ამ არკანს ნახეთ როგორი ყვავილებით მორთულია ხო და ხმალი დაბლა აქვს დაშვებული ანუ აი იცით როგორ პოზიციაში და ენერგიებში გადაგიყვანთ მეგობრებო ექვსიანი პენტაკლები აი გეუბნებით ეს ხელს გამოგიწვდით და აი ამ დამსხვრეულ ადამიანს შეგაკოწიწებთ ხელახლა და თქვენგან აბსოლუტურად სხვა ადამიანს გამოძერწავს რომელმაც საკუთარი თავის ფასიც იცის და ასე ვთქვათ აი როგორი მომენტი გექნებათ იცით რომ აქამდე სად ვიყავი აი ეს აქამდე რატომ არ ვიცოდი რომ ეს შესაძლებლობები მქონდა ჩემში თუ ესეთი ქალი იმალებოდა ან მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა მეგობრებო მამრობითი სქესის ადამიანები ვინც მიყურებთ პირიქით თქვენს ცხოვრებაში ქალი შემოვა ასეთი ხო ანუ აი ვინც გაფიქრებინებთ რომ აი აქამდე რატო ვიყავი ილუზიებში რატო საკუთარ თავს ყველა გზას ვუკეტავდი ხო არა აქ ყველა შემთხვევაში მოდის მეგობრებო ადამიანი და აქ ყველა შემთხვევაში მოკლედ თქვენი ნერვიულობის წილად აუცილებლად იღებთ და აგერ კვერთხების რაინდის მერე კვერთხების მეფეც ყავს აქ ენერგიები მომწონს. ოღონდ უბრალოდ ეს ყველაფერი დაფილტრეთ და კარგად ხო ჯერ ძველი და კარგად გამოდით რომ ახალ ადამიანსაც მე იმ ძველის ენერგიებით რაღაცები არ დააბრალოთ ასე ვთქვათ. ეს ძალიან ხშირად ახასიათებთ ხოლმე ადამიანებს იგივე სცენარის გამეორების შიშით სხვასაც კარგავენ. კარგით, მადლობა პირველ ვარიანტს და მოდით ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. აბა რა ხდება მეორე ვარიანტთან? ვინ მყავს ჩაფიქრებული, ვინ მყავს და ვინ მყავს მაყურებელი მიხართ თქვენ? აჰა. აქ აჰა. აქ ხმლების მეფე მყავს მეგობრებო. ადამიანი ძალიან სამართლიანი, ძალიან გონება გამჭრიახი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან სწორი, აი ადამიანი როგორი იცით, აი რაღაცნაირად ეხა დავდნი. კაი ტიპია რა, ძალიან კაი ტიპია, აი რა საკშიც არ უნდა იყოს ყველგან რომ მამაკაცია და აი ყველგან რომ საკუთარი სიტყვა ეთქმის და აი ყველა სიტუაციაში რომ ძალიან გაწონასწორებული და ძალიან ისეთი აი გემრიელი ადამიანი რა, აი მიყვარს მე ეგეთი ტიპის მამაკაცები, ძალიან პატივს ვცემ. ხო, მაგრამ ნუ მამაკაცები თუ მიყურებთ, ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ხო, იგივე სხვა შორის მამაკაცურ ენერგიებში შეიძლება იყოს ეს ადამიანი გადასული მამაკაცებისთვის. ანუ აი ენერგიებში კი არა თვისებები კონდეს რა, რომ აი გაოგნდები, რომ ბევრ შარვლიან საჯობებს ეს რა მაგარი გოგოაო, ხო, აი ესეთია რა ხასიათებით, რომ სიმართლეც იცის, გიცის, გიცმაცურიც იცის, როცა საჭიროა საქმეც შეიძლება ისე გაგირჩიოს, რომ გაოგნებული დარჩე რა, ისე მიგვარცხნოს და ხო
მივხვდით რასაც ვამბობ. სხვა შორის შესაძლოა იურისდიქციაში რაღაცა ფორმიან სამსახურში, ნუ სამხედრო ძალოვან სტრუქტურებშიც მუშაობდეს, არ გამოვრიცხავდა საინფორმაციო სამსახურშიც რაიმე ესეთ რაც ინფორმაციას უკავშირდება. ნუ თქვენ ვინ ხართ? თქვენ სხვა შორის საკმაოდ ისეთი ადამიანი ხართ, ძალიან შინაგანი კულტურით დაჯილდოვებული, ავტორიტეტულით. ცოტა შეიძლება იცით როგორი ადამიანი იყოთ, რაღაცა სიახლეებთან მარტივად არ ადაპტირდებოდეთ, მაგრამ სულ მუდმივად რაღაცების სწავლაში ხართ და სწავლის გაცემაც რომ არ გეზარებათ. და აი როგორ გითხრათ, ყველაფერი რომ გაქვთ საიმისოდ, რომ ცხოვრებაში რაღაცები არ შეგეშალოთ რა. აი ეგეთი ტიპის ადამიანი ხართ. თუ შეძლო მასწავლებლები ან ლექტორები ან არ ვიცი რაღაცა ესეთი საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებიც მიყურებთ, ან კოლეგა იყოთ ახლა, ვინც მიყურებთ, ჩემი პრაქტიკოსი ეზოთერიკი ან ფსიქოლოგი ბრძანდებოდეთ, ასევე კოლეგა ან ასევე ხო პედაგოგი ვთქვი. და შესაძლოა იყოთ უბრალოდ ფილოსოფიით და მსგავსი თემებით დაინტერესებული ადამიანი. და ვნახოთ ახლა თქვენს შორის რა ენერგიებია, აბა რას გვაჩვენებს ტარო. მე კი ვთქვი, რომ დაშორებულ წყვილებზე, მაგრამ აბა აქ რა ამბავს მოგვიყვება, ვნახოთ. რა ხდება ჩემს მაყურებელსა და ვაი ერთად გადმოვარდა და ერთი წამით ჩემს მაყურებელს შორის იმპერატრიცა, ოჰო. ისა გადაგვიხდა. ქურუმი ქალი, მდა. რა საინტერესოა. სამსჯავრო სარკანი. ოპა, რა ხდება? მართლა პრაქტიკოსები მიყურებთ, მეგობრებო, კოლეგები ხართ? 4-იანი პენტაკლები. 5-იანი პენტაკლები, რა ხდება მეგობრებო? რამე ისეთი დამართეთ თავს თუ ოსტატს მიაკითხეთ და ოსტატმა ჩაგაგდოთ ეგეთ სიტუაციაში. 6-იანი კვერთხებით. კიდე მანახე რა ამბავი ამათ შორის. ეს რაღაცა ბოდიში ახალი დაწყებული ურთიერთობა იყო სავარაუდოდ. და ხმლების აქ სამკუთხედია მეგობრებო. აქ სამკუთხედია, აქედან თქვენგან გაპარული ადამიანი, აქედან აი როგორ იცით, даже по-английски ისეც არა რომ რამე ეთქვა, სხვათა შორის კარმული პარტნიორი იყოს. აქ მე წყვილში ამომდის ხმლების დედოფალი და ხმლების მეფე, ბედის ბორბლის არკანის და აქ მე ისეთი ფაზლი მაქვს, რომ აქ არის სამკუთხედი მეგობრებო. და აქ არ გამოვრიცხა უფრო მეტი ოთხკუთხედი იყოს, აქ ოთხკუთხედის სუნი უფრო მომდის. თუ თქვენ სიკვდილის არკანი ტრანსფორმაციაში ყველა შემთხვევაში ხართ და აქ რა ხდება, ვნახოთ. თასების რა. იცით როგორი მომენტია, გეტყვით ახლა მე თქვენ. სულელის არკანი 7-იანი პენტაკლი. აქ დიდი ალბათობით ოთხკუთხედია. მაგრამ თუ არა ყოველ შემთხვევაში აქ ძალიან არის გაფუჭებული ჩარევით საქმე. აქ ისეთი არკანები დამიჯდა, რომ აქ წყალი არ გაუვა. აქ ვიღაცამ რაღაცები იმახინდრა. იმანიპულაცია. კი. მოდი ერთი სამი არკანით კიდე უნდა ვიკითხო რა მოხდა თქვენ შორის. აი. აი გავიგეთ, მაგრამ ნახეთ რა. რა ხალათსა ტყუილსაც ქონდა ადგილი, მეგობრებო, მარტო ის არა. არა, აქ როგორი მომენტი მომდის, იცი რომ აქ რაღაც არ ვიცი ახლა ესე ძალიან რომ ჩავყვე, საჯაროა გაშლა, ხო პირადი ხო არ არის, ახლა მე როგორ იმას ვქნა მივყვე ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტია რომ აქ რამდენიმე ქალია და აქ ჩარევა იყო. აქ რაღაც მაიმუნობებს ქონდა ადგილი. კაი. ამ ადამიანის დაშორების მერე რა ხდება ჩემი მაყურებ. აჰა, აგერ ბატონო ისევ აღყავს. დავჩეხე სამი მაღალი არკანი.
ოპა, მეოთხე მაღალი არკანი. არ არსებობს 5 მაღალი არკანი. მე უნდა გაშლა შევწყვიტო, მეგობრებო. ამის მერე გაგრძელებას არ ვფიქრობ და გეტყვით რატომ. ნახეთ, ახლა თქვენს ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის ენერგიები რა იქნება. თქვენ უახლოესი პერიოდის ენერგიებში აი ამ მდგომარეობიდან უნდა გამოხვიდეთ როგორმე. თქვენ ფარული ქალის შესაძლოა იყავით, არც მაგას გამოვრიცხავ, მაგრამ სამსჯავროს არკანით, აქ ისეთი არკანები დამიჯდა და ზომიერების არკანით, მეგობრებო. იეროფანტი და განდეგილი. თქვენ უნდა მოდით ასე ვიტყოდი რა. ყველა შემთხვევაში უნდა განიწმინდოთ. განიწმინდოთ აზრობრივად, შინაგანად, დაფილტროთ თქვენი სიტუაციები, იმიტომ რომ მე რაღაცების გამო ძალიან ცუდად არ მოგეთხოვოთ პასუხი. სწორად გამიგეთ, რას არკანები მათ შორის უნდა გითხრათ. აქ თუ თქვენ არის მანიპულაცია და თუ თქვენ არ გააფუჭეთ რაღაცეები და თქვენზე იყოს ზემოქმედება, მით უმეტეს უფრო მეტად გჭირდებათ. მაგრამ აქ მაინც ესეთი ენერგია მომდის, აი რა ვქნა, რა გავაკეთო, რომ ამ ადამიანის დასაბრუნებლად ყველა ხერხს მიმართეთ, მაგრამ ცუდად დაგიტრიალათ სამყარომ და ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩაგაგდოთ და რაღაცა პერიოდი ტაიმაუტი უნდა აიღოთ, თქვენს თავთან უნდა გამოერკვიოთ, მეგობრებო, თქვენს თავთან უნდა გაარკვიოთ რაღაცეები რა გინდათ რეალურად, გინდათ თუ ახირებაა, თუ გჭირდებათ, თუ რა ხდება. და მოდი მაშინ ამ ყველაფერს თუ გაივლის ეს ჩემი მაყურებელი მე რა მოხდება მის ცხოვრებაში. მაგი, რა საინტერესო პაზლები ჯდება, მეგობრებო. რა ვინ ხართ კაცო მეორე ვარიანტი რა საინტერესო. კი მე აი ნახეთ რა არა ესე იგი მეგობრებო თქვენ ვერ გამოდიხართ ამ აკვიატებებიდან კიდევ ახლოს პერიოდი ძალიან დიდი მიჯაჭულობა გაქვთ და კიდე მიდიხართ манипуляციის გზაზე ამ დასტაში ეს არკანი ზუსტად რიტუალების არკანია მეგობრებო შეხედათ ორივე მხარეს ანთებულია სანთელი ეს სანთელი ქვემოთ მიწას ნუ მოკლედ ახლა ტაროს სწავლებას ხوار დავიწყება აქ რა თქვენ აკვიატება გაქვთ რომ ეს ადამიანი ბედით არის მოცემული მაგრამ მე გეტყვით რომ ეს არის კარმული პარტნიორი და სანამ არ დაამუშავებთ ამ პარტნიორთან ყველაფერს მანამდე არაფერი არ იქნება სხვანაირად მეგობრებო ძველი ცხოვრების წესებით ახალ ცხოვრებას ვერ დაიწყებთ ხო, ეგეთია რა გავაკეთოთ. აქ უნდა დაამუშაოთ, ჯერ ამ ადამიანთან უნდა და თქვენს თავთან. თუნდაც იმისთვის უნდა დაბრუნდეთ ამ ადამიანთან, თუ დაბრუნება, მაგრამ არის დაბრუნება, რომ აი ეს რაღაცები, რაც შეიძლება აქ დაბრუნება იყოს. არ გამოვრიცხავ. კი, აქათიან, კი, აქ დაბრუნება იქნება. მაგრამ ნახეთ, აი გეტყვით ახლა რა. აქ იქნება მეგობრებო დაბრუნება იმისთვის, აი ნახეთ რა სამყაროს არკანი. იმისთვის რომ ის რაღაცები დაამუშაოთ, რომ კარმული ვალები აღარ დაიტოვოთ, იქ გასწოროთ ყველაფერი. აი ამისთვის. თუ იქნება ეს დაბრუნება, ოღონდ იქნება ნაწილ პროცენტში. მიუხედავად არკანებისა, მე გეუბნით, რომ ბევრ პროცენტში ეს არ იქნება, უბრალოდ თქვენ თავთან უნდა დაალაგდეთ, გამოარკვიოთ რაღაცები და ბოლოს ახალი ცხოვრებისთვის თქვენი თავი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. აი ეს მომენტია. მადლობა, დაგემშვიდობებით ნახვამდის.